არსებობს ჰიგიენური თეორია და ძველი მეგობრების თეორია. ჩვენთან ერთად ცხოვრები ბაქტერიები სასუნთქი გზების ეპითელური ქსოვილიდან და მიკრობიომიდან დაწყებული ნაწლავის მიკრობიოტით გაგზელებული და კანის მიკრობიომით რაც უფრო მეტად დაუწყო ადამიანმა ბრძოლა ჰიგიენური საშუალებებით, სარეცხის საშუალებებით და ასე და ასე შემდგომ და აღარ ვამბობ ჩვენს მიკრობიომს, რომელსაც მუდმივად ვებრძვით ანტიბიოტიკებით, ულტრაპროცესირებული საკვებით, ხელოვნური დამატკობლებით გაჟღენთილი მე ხშირად ვადარებ და პაციენტებს ვეუბნები ხოლმე ეხა ექვივალენტი შეიძლება არ იყოს, მაგრამ ხელოვნური დამატკბობელი და გაზიანი სასმელი მუდმივად ხანდახან იმას უყურებთ, ეხა არავის დისკრედიტაციას არ ვაკეთებ. ხშირად ერთმანეთს ეჯიბრებია, რომ აი ეს რა მაგარია, კი გემრიელია, მაგრამ გინახავს, რასაკეთებს, რაღაცა ნიჟარა გახეხა და გაწმინდა ადამიანმა და ვიდეოები რა რილსებზია. ჩვენ მათი მუდმივი მოხმარები ჩვენს ბუნებრივ მიკრობიომს, როგორც ანტიბიოტიკი ისე ვკლავთ. ყოველ დღე თუ ვიღებთ ამას, ამიტომ ადამიანმა წყალი უნდა დალიოს. ამიტომ ჩვენ საუბრობთ, რომ ბუნებრივი ბაქტერიული ენდოტოქსინები, ბუნებრივ გარემოსთან სიახლოვე, ეს ყველაფერი არის იმუნური სისტემის სტიმულაცია. და რაც შეიძლება ახლოს ბუნებასთან და რაც შეიძლება ასე ვთქვათ ნაკლები გავლენა ურბანული გარემოს. ამიტომ ჩვენ არ ვადარებთ სტერილობაზე, როცა ვსაუბრობთ, ამისგან თავისუფალი უნდა იყოს. დადგენილია, რომ ადრეული ასაკიდან ორსულობიდან ძაღლი ოჯახში შეიძლება პირიქით მისი მაღალი ენდოტოქსინების გადმოსროლის გამო დამცველი იყოს ასთმის განვითარების მომავალი თაობაზეა საუბარი და ასე და ასე შემდეგ. ამიტომ ერთმანეთთან ამცნებების აღრევა, რომ ჰაერის დაბინძურება, ეს იგივე დამცველობითი ფაქტორი შეიძლება იყოს, როგორც ბუნებასთან კავშირი და ასე რომ ვთქვათ, ჩვენი მეგობრების დაბრუნება, რომელსაც ჩვენ ვებრძვით და ჩვენ მათ მდევნით მუდმივად, ჩვენი კვებით, ჩვენი ჰაერით, ჩვენი ყოველდღიურობით, ჩვენი ხშირად არის ხოლმე მე ძალიან მომწონს ეს ალერგიის ფინური პროგრამა და როდესაც კონფერენციებზე ხშირად წარმოადგენდნენ ამ პროგრამას, სულ ესე გეკითხებოდნენ, როცა მათთან მიხვიდოდი ალერგიის რაღაცა allergic village, ანუ ალერგიის სოფელი და ფინეთში იყო ერთხელ ჩვენი ღონისძიება და ისინი გეუბნებოდნენ, რომ აბა მიმოიხედე ახლა აქ სადაც ჩვენ მდგევართ. რაიმე ნატურალური არის? დაადე აბა ხელი აირჩიე, რაიმე ნატურალური. ეხა აქ მაგალითად სადაც ჩვენ ვართ, ზამე ნატურალურს ეხა აქ იპოვნი? ეხა ადამიანი თუ აქ ატარებს მის მთელ ცხოვრებას, ასეთი გვაქვს სახლები, ყველაფერი გვაქვს არანატურალური. ხო, ერთი რაღაცა, ესა საწოდავი, შეიძლება ყვავილის ქოთანი ედოს მოსახლეობის უმრავლესობას. რაც უფრო მეტ სიმწონეს მოვიწყობ თუნდაც ჩვენთან. ბავშვებს დავარგვევინებთ, მიწესთან ვაურთიერთებთ, ცხოველთან ფერმაში წავიყვანთ, კონტაქტურ ზოოპარკში ვატარებთ, გარეთ გავიყვანთ ქალაქიდან. აი ეს არის იმუნური სისტემა. უნდა გავაშოროთ, ასე ვთქვათ, ჩვენი შვილები ამას. ამიტომ ეს რა თქმა უნდა უზარმაზარი კონტრიბუცია იქნება ჩვენი ჯანმრთელი და მომავალი თაობის ასე ვთქვათ აღზრდის პროცესში.